რაშია თქვენი ყველაზე დიდი ძალა ახლა? ვარიანტი პირველი, რაშია თქვენი ყველაზე დიდი ძალა ახლა და ვარიანტი 2. პირველი ვარიანტი ამეთვის და მეორე ვარიანტი ვებხვის თვალი. კარგად დააკვირდით ორივე ვარიანტს, მე კი ვიწყებ ვარიანტი პირველით. პირველი ვარიანტი, რაშია თქვენი ყველაზე დიდი ძალა ახლა? ჩემო ძვირფასებო, რთული პერიოდი გადაიტანეთ ძალიან მძიმე პერიოდი გადაიტანეთ, ძალიან მტკინმეული იყო ეს თქვენთვის. შესაძლოა ახლაც გადიხართ ამ პერიოდს, ხომ? თქვენი ძალა ახლა მდგომარეობს, ვერ ვიტყვი რომ თლათ ძალების ზენიტში ხართ ნამდვილად, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ენერგია წაიღო ამ ყველაფერმა, მაგრამ თქვენი ყველაზე დიდი ძალა არის ის, რომ თქვენ ამით მიიღებთ ძალიან დიდ და ფასდაუდებელ გამოცდილებას, რომელიც მოგცემთ იმის საშუალებას, რომ ამ ფასდაუდებელი გამოცდილებიდან გარდაქმნათ ეს გამოცდილება რაღაცა ძალიან დიდ შემოქმედებით ენერგიად და ცხოვრებაში ამ ყველაზე ესეთი არასასიამოვნო რთული ეტაპისგან შექმნათ ძლიერი, ნამდვილი და თავისუფალი ადამიანი, რომელიც, ასე ვთქვათ, სხვა დროს აღარ მისცემს აღარავის და აღარაფერს იმის უფლებას, რომ ამ მდგომარეობამდე მიიყვანოს, ასე რომ გამოცდილებაში არის თქვენი ყველაზე დიდი ძალა ახლა. მეორე ვარიანტი, თქვენი ყველაზე დიდი ძალა რაში მდგომარეობს ახლა? იეროფანტი, ქურუმი, თქვენ ბრძენი ხართ, თქვენ ჭკვიანი ადამიანი ხართ, ძალიან კარგი ნიჭი ორატორული, ძალიან კარგი ნიჭი გაქვთ იმის თუ როგორ ასწავლოთ, როგორ გაუზიაროთ, როგორ დააყენოთ ადამიანები მათთვის სწორ გზაზე. თქვენ გისმენენ ადამიანები, თქვენ ძალიან ესეთი დიდი შემოქმედებითი ნიჭით ხართ დაჯილდოვებული ნამდვილად და შესაბამისად თქვენი ეს ნიჭი ნამდვილად გაძლევთ იმის საშუალებას, რომ იყოთ განსაკუთრებული ყველგან და ყველაფერში. ამიტომ თქვენი ყველაზე დიდი ძალა არის ახლა თქვენი სიტყვის ძალაში, თქვენს სწავლებაში, თქვენს რჩევებში, თქვენს გაზიარებაში, ხო? ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ დაინანოთ ადამიანებისთვის რჩევის მიცემა, ვინც ამას ძალიან გულით გთხოვთ, ხომ? იმიტომ რომ თქვენი რჩევები ეხმარება თქვენი ჩართულობა ნამდვილად კონკრეტული ადამიანებისთვის შეიძლება ნამდვილად იყოს აი როგორც მზის სხივი აბსოლუტურ სიბნელეში, ხო? ასე რომ ყოჩახ მეორე ვარიანტი, ნამდვილად ძლიერები ხართ და უფრო მეტად